ებიან ესე იგი აპირებენ ნიუ-იორკის არჩევნებში მონაწილეობას, მისცენ ხმაკულობას და არანაირად თავის კანდიდატს, იმიტომ რომ ეს იქნება დიდი წაგება ნიუ-იორკისთვის და დიდი წაგება და იმ რესპუბლიკა კანდიდატს გარანტირებული წაგებული აქვს ესე იგი მესამე ადგილიდან, ნუ. ხო, ნუ ეს ამაზე მოდი მერე ვილაპარაკოთ რა, ესე იგი რა შეცდომები დაუშვა და წითელი ბერეტი რა იყო და შემდეგ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ამას დავამბობ თავი. აქ ეხლა თავარია რომ ესე იგი არის რა ტერორისტი მუსლიმანი. იგი ეხლა უცნაურია რომ შენ გეკითხები, მე თვითონ უნდა ვიცოდე ცხადია პირველ რიგში, მაგრამ ხომ არიცი ნიუ-იორკის მერის არჩევნებში როგორ არის? თუ 50-ზე მეტი არ დააგროვებს, მეორე ტური იქნება? თუ ვინც გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს. ხო, ეგ ნამდვილად არ ვიცი რა, მაგრამ მე მგონი, მე ვფიქრობ, არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვი რა, ესე იგი არ მიძებნია, მაგრამ არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ კიდე არის იმედი თუ კი ესეთი სისტემაა, რომ მესამე გამოაკლდებათ და პირველი ორი მეორე ტურს გააკეთებს, კიდე არის რაღაც ისე რა ქვია შანსი რა. მე მგონი არა. გამომდინარე ტრამპის განცხადებიდან ესე არ არის. მე მგონი ვინც მეც აგროვებს ის გადის, იმიტომ რომ ესე რო არ იყოს, მაშინ ესე იგი ძალიან წყნარად იქნებოდა ტრამპი და მაგას გააკეთებდა. რატომ იცი რა, თქვათ მწყიბზე არის, თქვათ ეს მამდამი და 50-ს ან გადაცდება ან არა რა, ტრამპის განცხადებით 50-ს მაინც 50-ს ალბათ არ გადახოდა, მაგიტომაც გეუბნები რა, როგორ ჩანს არ არის მეორე ტური, იმიტომ რომ მეორე ტური რო იყოს, მაშინ ხო, ნუ ეხლა მიდის, ეხლა უკვე დაიწყო არჩევნები, ნიუ-იორკში უკვე 10 საათია დილის და ამერიკაში ჩვენთან განსხვავებით რეზულტატი ჩნდება ხოლმე ფაქტურად მოშივე და მაგრამ სერიოზული რამეა და ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ კარგია რომ მოიგოს მანდანინო, თავის თავზე ნახავენ, ესე იგი რა შეცდომა მოუვიდეთ. კი, ამას ამბობენ, მესმის რომ ეს არის რაღაც ისე ძალიან კარგი ნიშნის მოგების ისა ვითარება, მაგრამ მე არ მგონია რომ აი ამ ძალიან ძვირი დაждდება ეს ნიშნის მოგება რა. ძალიან ცხელ ვითარებაში, რომელშიც დღეს ნიუ-იორკია და დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ამ ნიშნის მოგების დრო იყოს. არ არის ახლა ამის დრო. ბევრად ადვილია ესე იგი კამათი იმასთან ნიუ-იორკის დემოკრატებთან, ვიდრე ესე იგი ჭუბი მუსლიმ კომუნისტთან რა. აი ესე შეხედეთ ამას რა, ესეთი ვითარება იქნება რა. და მით უმეტეს ის არის რა, ესე იგი თუ გაიმარჯვა ყველამ და ნუ მე ძალიან მინდა რომ გაიმარჯვოს, ამ შემთხვევაში მთელი მემარცხენე კომუნისტური დღის წესრიგი რა თქმა უნდა განულდება, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება იმის ისა, რომ მანდანის უნდა ესა და ამას რატო აკეთებდა, ამიტომ ამ შემთხვევაში ესე იგი ყველამ თუ გაიმარჯვოს, მოიქცევა როგორც თითქმის რესპუბლიკელი. ხო, ფაქტურად ეგრე, თანაც თუ გაიმარჯვა ტრამპის დამსახურება იქნება, მაგის გამარჯვება აშკარად. კი, აშკარად, ხო. ისიც გავხსენოთ, რომ ესე იგი დიდი პრეზიდენტები ჩვენ არ ვაპარაკობთ ხოლმე ამერიკის შიდა რაღაცა პოლიტიკურ სიტუაციაზე, მაგრამ ახლა ესე ვთქვით, იმაზე რა აზრის ხარ ეს რო დაიკეტა მთავრობა და გაუთავებელი ის არის რაღაცა იცი ძალიან კარგი ის იპოვეს მათ რესპუბლიკელებმა და ტრამპის გუნდმა, ესე იგი ისინი აი ამ რადიკალურ შემთხვევაში, მაგალითად როგორც არის აი ამისი დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების იმითი საკვეთ უზრუნველყოფა, იყო ძალიან კაი გამოსავალი მეოთან სასამართლოს რა. სასამართლო მათ ეუბნება როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში, რა გააკეთოს, შეუძლიათ თუ არა მათ ესე იგი დაარღვიონ აი ეს ესე იგი მთავრობის დღის წესრიგი ამ შემთხვევაში კონსტიტუციის დარღვევა არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მთელი რიგი კანონების დარღვევა და ამ შემთხვევაში ესე იგი ძალიან კარგი გზა არის ეს, რასაც აკეთებენ. ნუ დანარჩენი ხო, ნუ ისე იმას კვლავ იმას ვამბობ, რომ ესე იგი ფაქტობრივად დემოკრატებმა გაწირეს მთელი ესე იგი ამერიკის მათი მხარდამჭერები იმისათვის, რომ ესე იგი 200 მილიარდი მიიღონ ილეგალების მხარდასაჭერად. რა წარმოუდგენელი ამბავია, ხო? ეხლა მე ამ შემთხვევაში აი უფრო მაინტერესებს რა, ეხლა ეს ფული, ამდენი ფული არალეგალების თუ ილეგალების თუ რაღაცის მხარდასაჭერად, ეს ფული რა არის, რა თუნდაც. აქედან კარგად მოიპარავენ თუ მართლა უნდა თუ ეს ხალხი დაფინანსება. და მიზანი რა არის? ციფრების ამბავი აქვს რა, ეხლა აქ ესე იგი სულ არის ლაპარაკი საქართველოსთვის ყველგან, რომ ვაიმე ესენი ხო ისეთი ხალხი არიან, როგორ ციფრები ლაპარაკობენ თავის ესე იგი თავის სასარგებლოდ რა, როცა ამდენი ფულის განაწილებაზე ლაპარაკი, იქ რა თამით უმეტეს ცენტრალიზებულ განაწილებაზე და ეს 200 მილიარდი არის ცენტრალიზებული განაწილება, იქ ყოველთვის არის ესე იგი დიდი მოტეხვის შანსი. ძალიან დიდი მოტეხვის შანსი. ეს არის კლინიკები, ეს არის საკვების დარიგება, ეს არის ძალიან დიდი არალეგალური და არაკანონიერი გზა ფულის გაკეთების და ხოლმე ხა დემოკრატები ამაში ცნობილები არიან, რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი რა. უდიდგანვე მაგას აკეთებენ, ესე იგი თუ კიდე შეხედე დემოკრატი ისინი კონგრესმენები და სენატორები როგორ გამდიდრდნენ თავისი სენატორობის და კონგრესმენობის პერიოდში რა.
მე არაფერი არ არის. ხო, ну, უშუალოდ ერთი რამე გაიგოს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა, რომ როდესაც ლაპარაკობენ თქვა აი ტრამპი რატო რაკეთებს ისე, შიგნითაც საკმაოდ ისეთ სერიოზული ფრონტი აქვს და ებძვის ეს იგივე ნაწილია მე მგონი ბრძოლის, სადაც აი მემარცხენე მემარჯვენეს არ ქმევენ, მაგრამ იგი სწორედ ახსნა არ არის მემარცხენე და მემარჯვენე სინამდვილეში ეს არის რაღაცა. ეგრეთ დაპირისპირება არ არსებობს სინამდვილეში დიდი ხანია უკვე დაპირისპირება არსებობს, ესე იგი კარგ სახელმწიფოსა და ესე იგი კორუფციულ სახელმწიფოს შორის და ნუ ახლა ყველა ხდება რა აქეთაც და იქით ხარეცად ესე იგი რესპუბლიკელებიც არიან და დემოკრატებიც რა ეს ესეა რა ამას თვალის დახუჭვა შეუძლებელია მე ვფიქრობ. კი ბატონო, ველოდებით ნიუ-იორკის შედეგებს და მეორე თემა რომელიც იგი შემოგთავაზა არის რა ხდება ნიგერიაში. რატომ მოიცალა თეთრ ადმინისტრაციამ ნიგერიისთვის? იქ უკვე კანახანია ხდება. აი ძალიან საინტერესო რამე არის ეგ ახლა. მე ესე იგი ბევრი ესე იგი ბევრი არა სინამდვილეში. რაღაცა დიდი დრო არ დიდი დრო სინამდვილეში დაუთმობ უკვე თან საკითხის შესწავლას რა. ეხლა რა გამოირკვა? ნიგერია არის ძალიან არეული ქვეყანა. ესე იგი სადაც არის სამოქალაქო ომები, დაპირისპირებები, ქვეყანა ფაქტობრივად გაყოფილია ორად, ეს ქრისტიან და მუსულმანად, ესეთი ნიგერიის მთავრობას რო დაუჯერო, ეს არ არის ესე იგი რელიგიური კონფლიქტი და ეს არის რაღაცა ეთნიკური ტერიტორიული კონფლიქტი, სადაც ესე იგი ჩვენ ვერ გავარჩევთ მაინდა-მაინც რომ ეს არის მაინდა-მაინც ქრისტიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან. დიდად არ აწუხებთ რა მაგათ ქრისტიანობა და მუსულმანობა. მაგრამ უყურე როგორ არის, ხო და ეხლა მე წავედი უფრო ესე იგი გადავწყვიტე რომ ცოტა ჩავრმავებოდი რა ამ საკითხს და რა გამოირკვა. მოდი დავიწყოთ აქედან რომ ნიგერია არის ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელი ქვეყანა აფრიკაში. დღეში აწარმოებს 1.7 მილიონ ბარელს. ძალიან დიდი საბადოებია კი. ეს ნავთობი ესე იგი გაგეცინება და გაიკვირდება და არის ამ ნავთობის მოპოვება აკუმულირებული იმ ესე იგი ადგილას, სადაც ცხოვრობენ ქრისტიანები. ანუ ეს არის ამ ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. აი დელტა რუკას რო შეხედოთ დელტა სადაც არის რა, ესე იგი სადაც არის ეს მწვანე მინდვრები, სადაც არის ეს ისა ესე იგი სოფლის მეურნეობა განვითარებული, იქ არის ნავთობის განვითარებული რა. შესაბამისად, ესე იგი სამოქალაქო ომი რო დაიწყო, დიდი სამოქალაქო ომი 2010-ში რო დაიწყო დიდი სამოქალაქო ომი, ეგ სწორედ მაგ მიზნით დაიწყო, რომ ესე იგი სამხრეთის ანუ ქრისტიანები, ესე ჩავთვალოთ, ქრისტიანებმა გამოუცხადეს ავტონომია და ისინი აპირებდნენ გამოყოფილიყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ხო, ეხლა თუ იმას ვიზამთ თუ გავაკეთებთ პატარა ექსპოპოლაციას და გავითვალისწინებთ იმას, რომ ესე იგი აი ამ ჰიპოთეტურ სახელმწიფოში მოექცეოდა მთელი ნავთობი და დღეს მთელი ესე იგი ხელისუფლების შემოსავალი, სახელმწიფო შემოსავალი არა ნავთობის გაყიდვა, გასაგებია რატო იყო ეს ესე იგი საშინელი სამოქალაქო ომი ნიგერიაში გამართული. ეხლა დღეს რა ხდება? ესე იგი დღეს ესე იგი ძალიან ბევრი ევროპული და ესე იგი ამერიკული კომპანია მუშაობს იმაში ნიგერიაში მოიპოვებს ნავთობს, მაგრამ რა არის მათი მთავარი პრობლემა? მათი მთავარი პრობლემა არის ნავთობის ხურდობა. აი რაც ესე იგი საქართველოში რაც იყო გახვრიტებული წამოიღე ხო. მივუვარდი მოიპარა და აშენდა რა. მოკლედ და იქ არის ჩართული რუსეთი. ხადია და განსაკუთრებით აი ამ ბოლო მკვლელობებზე რაც ესე იგი დაიწყო და როგორ დაიწყო, აქ არის ძალიან სერიოზულად იკვეთება რუსეთის როლი. რატომ ეხლა ხო? ეხლა ძალიან მარტივი რაღაცა. ისევ რუკა რო წარმოიდგინოთ, ესე იგი აი ეს ისა აი სამხრეთი ნაწილი, სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ და სადაც არის აი ესეთი რელიგიური ომი გამართული, თითქოს რელიგიური ომი გამართული, ხო, სადაც ქრისტიანებს ხოცავენ და ცდილობენ ქრისტიანები გაყარონ ქვეყნიდან. ეს არის ანაპირო. ეს ნიშნავს, რომ თუ ესე იგი ვინც აიღებს აი ამ ნავთობის იმაზე გაყიდვაზე კონტროლს, ის ფაქტიურად არის ძალიან დიდი ფულის შემომტანი თან არალეგალურად, იმიტომ რომ ესე იგი მისი მაკონტროლები ფაქტობრივად არავინ აღარ არის რა, ესე იგი ეს არის ოკეანე, ეს არის ზღვა, ეს არის ტანკერები, რომელიც გადაზიდავენ ამ ნავთობს და ცხადია რუსეთის ინტერესები და ცხადია რატომ გააქტიურდა ამ ბოლო დროს ეს ისა ხოცვა იმის ქრისტიანების. ამ შემთხვევაში ამერიკის ინტერესი ცხადია, ხო? გესმით იმედია, რაშია, ანუ ეს არის ესე იგი იმისი ბოკა ჰამასი იმაშვება, ესე იგი მუშაობს აქ ამ ქრისტიანების დასახოცად. ბოკა ჰამასის და იმისი ისრაელის კი არა, რუსეთის კავშირები მე მგონი ის არის, ყოველთვის ცხადია და მე მგონი ასევე ყოველთვის ცხადია რა ხდება დღეს იქ, ხო, ხა მე მგონი გასაგებია, ხო, ეს არის ესე იგი რუსეთს ამოექოლა იმისი რა ქვია ჩინეთის და ინდოეთის გზები ომის გასაგრძელებლად იმისათვის ნავთობის გაწყვეტილი და ეხლა ის ცდილობს შეუულებრივად როგორც ადრე აკეთებდა, როგორც ყოველთვის აკეთებდა, ნავთობის ახალი წყარო იპოვოს
აიღოს კონტროლი იმაზე, ნიგერიის ნატოვის მოპოვებაზე და შესაძლოა ხა ძალიან რთული იქნება საერთაშორისო დონეზე ნიგერიის ნატოვის გაკონტროლება და მე ამ გზის გაკონტროლება, რომ ეს ფული რუსეთთან მიდიდეს თუ სად მიდის ამის გაყიდვით. აი ესეთი ცუდი სურათია რა, მაგრამ ეს არის ერთი მხრივ გააქტიურება ქრისტიანების ხოცვის, რომლებიც არიან აკუმულირებულები აი ამ დელტაში, მდინარის დელტაში, სადაც არის ერთდაიმეორდროს სოფლის მეურნეობას და ნატოვის მოპოვებას. რა თქმა უნდა, აქ არის ესე იგი დამატებითი საკითხი, რომ ესე იგი ეს ქრისტიანი მიწათმოქმედები იკავებენ იმ ადგილებს, რომლებიც უნდა ცხადია იმას ნატოვის მოპოვებლებს რომ აიღონ და აითვისონ და პლუს ეს არის რუსეთის ჩარევა, რომელიც ცდილობს რომ ახალი მოპოვების ბაზრები იშოვოს თავისათვის იმისათვის, რომ მას ჩინეთისგან და ინდოეთისგან მოყენებული ზიანი იმასგან საუნაზღაურდეს. ხო, საინტერესოა, ლოგიკურია, მაშინ რაღაცნაირად აზრია ეძება მას და ეს ქრისტიანების დაცვა ძალიან კარგი მიზეზია საერთაშორისო საზოგადოებაში. ნუ ეხლა მაგ როგორია ეს მიზეზის ხო, გასაგებია მიზეზია რა და იმას არა აქვს, საერთაშორისო პოლიტიკას ის არ აქვს მაინდა-მაინც ისა ეთიკა და მორალი, მაგრამ ნუ რეალურად ეგრეა რა, ესე იგი დამთხევა ამ შემთხვევაში იმ ტერიტორიაზე სადაც არის ქრისტიანები, იქვე არის ნავთობი, იქვე არის ნავთობის მოპოვების ისა ჰიპოთეტური ძალიან ისეთი მომხდულელი ადგილები და იქვე არის ეს ბოკა სწორად მომხდ სიტყვას ბოკა იგი თუმიაცი ყურადღება ამ განცხადებებს ტრამპის და რაღაცა რეაგირება მოყვა ანუ რაღაცაში მოყვა რეაგირება ესე იგი ოღონდ როგორ მოყვა იცი რომ აი ძალიან გავს იმის ნიგერიის ხელისუფლების რეაგირება ქართული ოცნების რეაგირებას ნებისმიერ იმაზე მოგეთ იქ დაიწყეს რომ ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი ეს არის არა ქრისტიან მუსლიმების ომი არამედ ეს არის უფრო რთული უფრო ღრმა და მოკლედ რა ესე იგი ძალიან კლასიკური რუსული ვერსია გააკეთა იმას ნიგერიის პრეზიდენტის თანაშემწე დღეს გააკეთა განცხადება თუ გუშინ აღარ მახსოვს მაგრამ ხო ნუ ესე იგი აი ამ იმაში რიტორიკაში რუსული კვალი ჩანს ძალიან კარგად იმიტომ რომ აბსოლუტურად რუსული განცხადება იყო მეთქოთ იმისა რომ ნიგერიის ესე იგი ოფიციალურ ენაზე ინგლისურად გაკეთდა მაგრამ თავისი სტილი თავისი სტრუქტურით ეს იყო აბსოლუტურად რუსული რა როგორც მათ უპასუხეს ამ იმას რა ამერიკის მხრიდან აი ესე იგი დაგმობას ამ იმისი ქრისტიანი მოსახლეობა მართლა მიდის იქ ხოცვა ეს როგორ რაღაცა იცი რომ ესე იგი ეს არ არის ამ შემთხვევაში არაფერი არ არის ფეიქი მართლა ხოცავი ქრისტიანებს მართლა უნდათ მათი გაგრძელება ფაქტია ხო მათი საცხოვრებელი ადგილები და მართლა უნდათ იქ ნავთობზე მისი მოპოვება ნავთობის მოპოვებაზე დომინაციის მოპოვება მართლა უნდათ ამის გაყიდვა ესე იგი კონტროლის გარშე ეს ყველაფერი მართლა ხდება რა ხო და ეხლა რას იტყვის ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ესე იგი როგორ დაიმუქრება ეს უკვე სხვა ამბავია ხო მაგრამ მიზეზი არის ეს არის განხორციელების გზა ქრისტიანების ხოცვა ნიგერიაში და მათი გაგდება ტერიტორიიდან და ანუ რეალურად მაგ როგორ არის რომ ყოველთვის ესე იგი რაც ეს ნიგერია განთავისუფლდა იქიდან და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო მეგონი 70-იან წლებში მოხდა ეგა ყოველთვის არის ცდილობები რომ ქრისტიანები გაყარო აი ამ სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილოეთის უსტილოს სამხრეთ ნაწილი დაიკავოს მეტნაკლებად რომ მეტნაკლების წარმატებით ყოველთვის არის ესეთი რაღაცები ყოველთვის არის ცდილობები ეხლა განსაკუთრებით გააქტიურდა სწორედ იმის გამო რომ რუსეთი ჩართულია და რუსეთი ცდილობს რომ მოიპოვოს ისა მონოპოლია იმისი ნატოვის მოპოვებაზე და გაყიდვაზე ნიგერიაში ეხლა იცი კონკრეტულად ამას ალბათ ეხება მაგრამ საერთოდაც არის მაგალითად ქრისტიანები დასახლებული რეგიონია ხო ნიგერიაში თან უზარმაზარი ქვეყანა და ბევრი არიან საკმარისი არიან იმისთვის რომ რაღაცა ხელი მიუწვდება შედარებით შეძლებლად არიან აი ესეთი დროს აი ესეთი ხალხი რატო არ უზრუნველყოს საკუთარი თავის დაცვას უფრო აგრესიულები რატო არ არიან ხოლმე და იქიდან ხარე როგორ რანაირად უტევს როდესაც ამას ფულიც აქვს რაოდენობას და ყველაფერი იცი რა როგორ ჩანს ეს შეტევა არის იყო ესე იგი სპონტანური და მოულოდნელი იმიტომ რომ თავისთავად ის ჯგუფი ეთნიკური რომელიც აი ამ შეტევას ხელმძღვანელობს ის არის სულ 6% მთელი იმისი მთელი ნიგერიის შემადგენლობის რა ხო და მე ვფიქრობ რომ ეს იყო მოულოდნელი მათთვის ესე იმათ ვერ მოასწრეს ეს ისა და თახოთი როგორც არის როგორც ყოველთვის აქვს ესე იგი იმათ რა დიდარ მოსახლეობას როგორც აქვს დაახლოებით ისეთი როგორც იყო აფხაზეთში რა ქართველები როგორც იმაში იქცეოდნენ ხო შენი არის მოდუნებულები ხო მოდუნებულებია ჩვენ შეგვეხებიან მოდი ჩვენ ფული გვაქვს ჩვენ მუსულ მეზობელთან კარგი ურთიერთობა გვაქვს მოდი ჩვენ ფულს მიცემთ ყოველთვის გამოვიწყით საკუთარ თავს როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის რა როგორც ყოველთვის ხდება როდესაც ესე დიდარი საწინააღმდეგოდ ესე იგი უცხოდალა გარეშე ძალა აფინანსებს ტერორისტულ ორგანიზაციას. ზუსტად იგივე დღევანდელი ევროპა რო წარმოვიდგინოთ რა. ხო, დაახლოებით ეგრეა. ეს სქემა მუშაობს ყველგან
და მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ბევრგან ეს სქემა მუშაობს, მაინც არავინ არ მოდის ჭკუაზე, ვისაც გადაწყვეტილების მიღების უფლება და უნარი აქვს, რომ ესეთი შემთხვევები იმასთან გაანეიტრალოს და პრევენცია გააკეთოს. კი ბატონო, ძალიან ისეთია რა, ლოგიკური ახსნაა ნიგერიის ამბების შუა აღმოსავლეთი, მოდი გადავიდეთ ცოტა. ესე იგი, არაფერი არ ხდება. სპეციალურად ჩავწერე სიმაში. ხო, არა, მეც ახლა გამიკვირდა და აი ველოდებოდი პასუხს, რამე ხوارიცის გიგი მთქოდა. თუმცა მიძინებული მდგომარეობა. მიძინებული მდგომარეობა, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები, რომ ჰამას აერია ბოკა ჰამას კი არა, ბოკა ჰარამი, უკაცრავად შემეშალა ისა. ესე იგი, დასახელება ნიგერიის იმის ტერორისტული ორგანიზაციის, რომელიც იმაშუა ხოცად ქრისტიანებს, ჰამასმა ცადა რაღაცის არევა, არ გამოუვიდა არევა, ეხლა ყველაფერი არის მიძინებული, ესე იგი, ისინი ზევლები ბრუნდებიან და როგორც ჩანს გეგმა ხორციელდება. რა სპეციალურად შევიტანე იმისათვის, რომ ესე იგი, როგორ ისაა, რა ზემოქმედება აქვს ამას ტრამპის გეგმას და ამერიკის შეერთებული ადმინისტრაციის გეგმას. აი მაგაზე პასუხად მივიღეთ ესეთი კომენტარი გიგი, ნახე. ვენესუელაში თუ არ მიიყვანა საქმე ბოლომდე, ძალიან დიდ რეპუტაციურ ზარალს მიიღო საქმე ბოლომდე და პრეფექტურა თავად დაცია რიტორიკით. და ნუ სხვა უყურეთ როგორ არის ესე იგი აქაც ისევე როგორც ნიგერიაში რა, ისე მთავარი საკითხი არის ნავთობი, ხო? სად გაიყიდება ნავთობი, როგორ გაიყიდება, ვინ მიიღებს ამ ნავთობის გაყიდვიდან თუ ახლა ვენესუელაში რუსები რო არიან, მაგასაც უნდა ლაპარაკი, ხო? ცხადია. ამიტომაც ტრამპი ძალიან ესე იგი მიზანმიმართულად არტყამს ყველგან, საიდანაც ჰიპოთეტური შემოსავალი შეიძლება რუსებს ჰქონდეთ. რატო ახლა დააკვირდით უბრალოდ რა, რუკას იმას დაგუგლეთ, ნატოვის მოპოვების ადგილები აიღეთ, რუსეთის გავლენის ადგილები, რუსეთის ნატოვის მოპოვებისა, ვენესუელის ნატოვის მოპოვებაში რუსებს ძალიან დიდი წილი აქვს რა, ყველანაირად. მაგრამ აი ამ კითხვაში იგულისხმება ეს კი წერტილის დასმა რატო რაღაცნაირად რთულდება ხოლმე რა. ვენესუელასთან დაკავშირებით ალბათ მადუროს ჩამოცილებაა, ხო ესეთი პრობლემაა თუნდაც ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილი რა. ხო, აი ამას ერიდება რაღაცნაირად რომ სისხლობს. რა ყოველთვის ცდილობს რომ დამუქრებით რაღაცით იმითი ესე იგი აი საჰაერო ახლა იმის დროს ხო ამ იმისი რა ქვია ყურეს ომის დროს რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი მოკვდა ხო ძალიან ცოტა ხო 20 თუ 25 ხო საერთოდ იმის ამ ერაყის ომის დროს ძალიან პატარა რიცხვი იყო მაგრამ ისიც პრობლემური იყო რა ამიტომ რა თქმა უნდა ყველა პრეზიდენტი ვით უმეტეს ტრამპისნაირი პრეზიდენტი ელოდება ესე იგი ამერიკელი ჯარისკაცის სისხლის დაღვრას იქ რა ამიტომაც არის ძირითადად ეს ისინი რა შეფერხებები და ნუ ირანთან გამოუვიდა ეს ამბავი ხო ესე იგი აი მე საჰაერო დაბომბვები და ესე იგი გულოვანი სისხლით ეს გააკეთა ხო ნახოთ როგორ გამოუვა იმაში რა ვენესუელაში როგორ გამოუვა ვენესუელაში რა ასე თქვა Il-76 ვენესუელაში რეისებზეო ესე იგი რეალური რამე ის არის ხა რუსული თვითონავით თითქოს გაფრინდნენ დაждდნენ არ დაждდნენ ეს არ ვიცი ბოლომდე მე არ მგონია რომ ამას რაღაც სერიოზული არანაირი სერიოზული ეს სიმბოლური მხარდაჭერა იქნება მხოლოდ რა არ გონია რომ მეტი რაღაცა რაც უნდა ჩაუტარონ იმაში უკრაინაში კარგად ჩანს რეალურად რა დილს მაგათი ის არ გონია მაგ არაფერი მე მგონი ამ შემთხვევაში ესე იგი აი ხო გააკეთა იმ ადურო რაღაცა განცხადება ესე იგი ცდილობს რომ დარჩეს მაგრამ მე მგონი საბოლოოდ მივაიქამდე რომ ის რაღაცნაირად ესე იგი ესე იგი დათმობს ხელისუფლებას ბოლო ხო იცის რა რა შანსი არ აქვს ამერიკული ჯარის წინააღმდეგ რა ერთადერთი რაც მას იმედს აძლევს რომ აი თუ ცოტა კიდე გაძლევს შეიძლება ტრამპმა გადაიფიქროს შესაძლოა არ გადაიფიქროს რა იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მხარე გარდა იმისა რომ ეს არის და ერთ-ერთი ამოცანა არის ტრამპის ნარკოტიკების ტრაფიკის შეზღუდვის იმაში ამერიკის შეერთებული შტატებში და ვენესუელა აქ არის ერთ-ერთი გადასარავი ადგილი ამ ტრანზიტისათვის პლუს კიდევ ეს არის ნავთობი რომელიც არის აი მუდმივი რუსეთის მიერ ომის გაბოლების მუდმივი საშუალება ხო, ეგრეა, ამას ყველაფერს მივადევნოთ თვალი და ჩამოვიდეთ ჩვენთან საქართველოში. საქართველოში რა ხდება, გიგი? მართლა უკვე რაღაცა საქართველოში არაფერი კარგი არ ხდება. ესე იგი, წინა ჩართვაზე ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, ამ სამართლიან მშვიდობაზე. რაც მე ვფიქრობ, ცოტა ხანი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ამას ყურადღება უნდა. ხო, ეს არის რაც გიგიმ დაანონსა რამდენიმე დღის წინ თავისი ბანერი გამოსდო სამართლიანი თუ სამართლო. რას ნიშნავს, რას გულისხმობ ამაში და ესეთი წაუგებელი სლოგანი რაც საქართველოს ნებას ეს არის მშვიდობა ომის წინააღმდეგ, ხო? ამას ამბობს ყველგან, ხო, აბა თქვენ ომი გინდათ, აბა თქვენ უკრაინა გინდათ, აბა თქვენ რაღაცა გინდათ, ამას ხო, ნუ აი მშვიდობაა და მე ესე იგი ამ მშვიდობას უზრუნველყოფ და თქვენ კეთილინებად და მოითქმიათ, მაგრამ მთელი მარილი ამბობს ის არის უსამართლო მშვიდობა.
ეს არის მშვიდობა, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ესე იგი ეს ისა ოცნების ჩინოვნიკები იპარავენ ფულს, ეს არის ის, რომ ესე იგი მიწა, რომელიც ეკუთვნის, უნდა ეკუთვნოს წესით, ესე იგი მუნიციპალიტეტებს და თვითმმართველობებს და კერძო პირებს ეს ეკუთვნის სახელმწიფო და სახელმწიფო მათ ასხვისებს, ხო, რა რაჭაში ტყეები გაასხვისა, წანისის ადგილები გაასხვისა, ხო, ყოველგვარი იმის გარეშე, ხო, ყოველგვარი მოსახლეობის და დაინტერესებული მხარეების ჩარევის გარეშე, ეს არის უსამართლო მშვიდობა, ეს არის უსამართლო მშვიდობა და ფაქტობრივად ეს არის დიქტატურა და ჭაობა. მე ვფიქრობ, რომ ამას ესე იგი ოპოზიციურმა ძალებმა და ჩვენ ყველა ვიცით ველაპარაკებით ამ იმას, ხო, ჩვენს მოწინააღმდეგეებს საქართველოს ოცნებაში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა სამართლიანი მშვიდობა და სამართლიანი მშვიდობისთვის ვძივ ბრძოლა. სამართლიანი მშვიდობა ის ვისაც იდვის უკრაინა, სამართლიანი მშვიდობა ის, რასაც მოვითხოვ ჩვენ მაგალითად იმაში საქართველოში, სამართლიანი მშვიდობა ის, რისთვისაც საერთოდ არსებობს დემოკრატიული და ლიბერალური დღის წესრიგი რა. ეს არის სამართლიანი მშვიდობა, როდესაც ესე იგი შენ გაქვს ის, რაც ესე გეკუთვნის სამართლიანად, ხო? ესე იგი სამართლიანობა რაც აი ამ ძალიან კონკრეტული ამბავია სამართლიანობა, ხო? ესე იგი მაგალითად რატომ უნდა გადაწყვიტოს რაჭის ტყეების გასხვისება, ესე იგი ვიღაცა იმან აგვარია ეს ყობახიძემ და არა დაუშვათ რაჭის მოსახლეობა, ხო? თავისი არჩეული ხალხის მიერ, ან რატომ უნდა გადაწყვიტოს, ესე იგი იმისი გუდანის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება, ესე იგი ყობახიძემ და არა დაუშვათ გუდანის და დიღმის მოსახლეობა. და ასე შემდეგ, უამრავი რაღაცა ეგეთ, ხო? რატომ უნდა იყოს, ესე იგი ბიუჯეტის განაწილება თუ ინვესტიციების შემოსვლა დამოკიდებული რაღაც ერთით შენობაზე საქართველოში და არ უნდა იყოს ეს ადგილების განაწილება. უამრავი რაღაცაა, რაც თავისთავად იწვევს კეთილდღეობას და სამართლიანი მშვიდობა ზუსტად ამასვე, ესე იგი სამართლიანად არის გადანაწილებული გადაწყვეტილების მიღება მთელ ქვეყანაში. ამაზეა ლაპარაკი რა. და როდესაც უცხოება ლაპარაკობს მშვიდობაზე, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს არის უსამართლო მშვიდობა. ეს არის უსამართლო კორუფციული მშვიდობა და ჩვენ გვინდა სამართლიანი მშვიდობა და ჩვენ ვიძვით არა ომისათვის, არამედ ჩვენ ვიძვით იმისათვის, რომ იყოს სამართლიანი მშვიდობა ქვეყანაში. მე მგონი ყველაფერი გასაგებია ამ ხრივ და მე მგონი ეს შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი ლოზუნგი ხელისუფლების წინააღმდეგ. ხო, აზრი აქვს, რასაკვირველია რა. იცი რა, მაგრამ მე ესეთი განცდა მაქვს, რომ საერთოდ ლოზუნგებმა ახსნა განმარტებამ, ლოგიკამ, მსჯელობამ რაც მოახერხა უცნაურობაში. უყურე როგორ არის აი მაგალითად რეგიონებში რომ მიდიხარ, იქ ყველა გელაპარაკება მშვიდობაზე. და არავინ არ არის რომ უპასუხოს კაცო ეს უსამართლო მშვიდობაა რა შენ რო არ გაქვს საჭმელი და იმას აქვს ღარიბაშვილს ესე იგი ზოდები უდებს სახში ეს არის უსამართლო მშვიდობა. მოდი ვიბრძოლოთ იმისათვის რომ იყოს სამართლიანი მშვიდობა რომ შენ ესე იგი ღარიბაშვილს ზოდები არ გდოს სახში და შენ კონდეს საკმარისი ფული რომ შენ შვილებს განათლება მიცე და ჭამო ნორმალურად. ანუ ესეთი დაყოფა წარმოვიდგინე რომ კი ბატონო მშვიდობის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ მშვიდობას არ უშლის ხელს რომ აქეთ სამართალიც დადგეს და თქვენ ესე იგი მშვიდობის ეს არის უსამართლო მშვიდობა, არაწესიერი მშვიდობა, კორუფციული მშვიდობა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, კი ბატონო, თუ გინდა ვიმოვტკიდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოვოთ იმისათვის, რომ სამართლიანი მშვიდობა დადგეს ქვეყანაში. ანუ აქ როგორ არის, რომ არ უნდა იყოს ომი, როგორ უნდა იყოს ომი, თუ ესე იგი შენ უნდა თუ კი ხედავ, რომ უსამართლობაა ქვეყანაში და მშვიდობა, რომელიც არსებობს უსამართლოა. და სინამდვილეში არავითარი მშვიდობა არ არსებობს, იმიტომ რომ რა ვიცი, ესე იგი საოკუპაციო ხალხი წინ მოიწევს და იტაცებენ ხალხს და ბოლოს და ბოლოს რა ის არის, ხო? რა მშვიდობაა, როდესაც იმას ოპოზიციონერ აქტივისტს აეროპორტზე გადაწყდებიან და ცემენ, ხო? რა მშვიდობაა? ხო და პლუს კიდე ესე იგი გავსეს ციხე ხალხით ისეთ ადამიანებს იჭერენ, რომელიც გავსებული ხალხიდან ძალიან საინტერესო ამბავია. ესე იგი ერთ იმას მივაქცე ყურადღებას რა, თქვენს მიწვისმის და რაღაცა, ესე იგი როგორ ექცევიან პატიმრებს ესე ქართული ოცნების ხელში. განსაკუთრებით ესე იგი სასტიკად ექცევიან იმათ, ვინც ადრე განიხილებოდა მათ მხარდამჭერად. ხო. ვინც იყო ქართული ოცნების ამორჩეველი, ვინც იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგი, მათ ექცევიან განსაკუთრებით სასტიკად რა. ვინც არა, ნუ იმათ არანაირად რა, იმათ ჩვეულებრივად ესე იგი ციხის რეჟიმში ამყოფებენ. სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლას ხანდახან ხისტი ხელჩართული ბრძოლა ჭირდება. ამ სამისოთ საკმარისი ჯარისკაცები ყავსო, კითხულობს. ნუ ყავს არა ყავს. თუკი აიყუროთ როგორ არის, ეხლა სამწუხაროდ ესე იგი მთელი საქართველო აი ამ კარგად მოფიქრებული ოცნების კარგად მოფიქრებული ლოზუნგით არის განიარაღებული. იმიტომ რომ გეუბნებიან რომ როგორ მშვიდობა ხომ და იყოს და რას ქვია და როგორ შეიძლება და არა, ესე იგი ეს განიარაღება იმ წუთშივე ნეიტრალდება, როგორც გეუბნები რომ ეს არის უსამართლო მშვიდობა და ეს არის კორუფციული მშვიდობა. და რომ შეგიძლია სამართლიანი მშვიდობა. ამისათვის დიდი ბრძოლა. კი, ასეთი კონტრა, ასე ვთქვათ, მოსაზრება მივიღეთ, ნახე გამომიტანა მას. მადლობა ბატონებო, no justice, no peace. ეს ტრანსპარანტი ნახე ეჭირა
BLM-ს, ანუ Black Lives Matter-ის წარმომადგენლებს ანტიფას აგრესიულ აქციაზე. როგორ მოხდა ეს საქართველოში, ვინ გადაიტანა და რა მნიშვნელობით? მე მგონი არანაირი კავშირი არ აქვს BLM-ის ლოზუნგთან ამასაც გიგია. BLM-ის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ესე იგი no justice no peace ეს აღწნობილი ლოზუნგია და რა ვიცი მე არსებობს მე მგონი 200-300 წელიწადში არსებობს ეგისა ეგ ლოზუნგი სამწუხაროდ ანტიფას დროშით დადიან კიდე იმაზე და სამწუხაროდ არიან და სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ არ ყოფნის ცნობიერება და ესე იგი გათვითცნობიერება მოდი ესე დავარქვა და რეფლექსია რომ ესე იგი იმითი ესე იგი იმეებით რა ქვია ღაზას იმითი უფლებების დაცვით და იმით არ უნდა გამოვიდნენ ესეთ იმაზე ხო ესეთ მიტინგებზე რომელიც საქართველოში იმართება მაგრამ ეს ესე იგი ის არის რა სამწუხაროდ ჯერჯერობით ისე ხდება ამ ვერაფერს ვერ უზამს რა ერთ-ერთი ისევ ის არის ისევ მე ვფიქრობ რომ აქ ესე იგი გამოსავალი და გადაწყვეტა ისევ არის სამართლიანი მშვიდობის მოთხოვნაში რა ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი მშვიდობის იცი რა და კიდე ერთი ფაქტი რომ იმის გამო რომ სიტყვის და ლოზუნგებს ვიღაცა არასწორი ხალხი იყენებს ეს არნიშნავს რომ მაგალითად ლიბერალი დაირქვეს თავისუფლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს უცლებამ დაირქვა უცლებმა და მშვენიერ სიტყვა გაასაზრდა რა რასაც იყენებს ხო ქართული ოცნება ესე იგი უწოდებს მოწინააღმდეგებს ლიბერალებს ხო ეს არ არის ევროპული ამბავი ეს არის აბსოლუტურად ამერიკის კონტექსტიდან გადმოტანილი და იქ მართლაც ესე მოხდა ხო იქ ლიბერალები აბსოლუტურად გაუგებდნენ მემარცხენეებს და მემარცხენეები გაუგებდნენ კომუნისტებს ევროპაში ეს ასე არასდროს არ იყო ხო ესე იგი ლია ჭავჭავაძე იყო ლიბერალი და ლიბერალ დემოკრატია არის ის საერთოდ რაც რესპუბლიკურ აზროვნებას და რაც მეორჯენეობას საფუძვლად უდევს პირიქით არის მაგრამ შეტრიალებულია მაგრამ ეს ცოტათი რთული თემაა მაგრამ მე ვფიქრობ მარტივი თემაა ძალიან როდესაც არასამართლო მშვიდობას უპირისპირებს სამართლიან მშვიდობას რა მე ვფიქრობ ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი დარჩენ ნახოთ მე როგორ იქნება რა კი ბატონო და ერთი კიდევ ვიცი რა ახლა დაწეს ბიზნესა გაცუფთავ აი ეს საქციელი ის მეთოდები ახლა ბოლოსაც აკეთებენ რაღაცა ცოტა მე მეჩვენება რომ მაგათ პოზიციაზე რომ შეეცადო მაგათ მხრიდან შეხედო არაადეკვატურია მათი მოქმედება რა თითქოს მიზნიდან გამომდინარეც არაადეკვატურია რასაც აკეთებენ არაადეკვატური არის და ეს გივით არ გამოდება დაწერა სხვა შორის თავის წერილები წერილები ესე იგი ეს არის მათი გაცოფება აუს ვერაფერს ვერ უხერხებიან რა ესე იგი იმიტომ რომ ესე იგი კი იციან გადასარევად რომ ყველაზე კარგი საშუალება არის დახვრეტები მაგრამ დახვრეტებს ვერ მედავენ რა ერთ-ერთი რაც შეუძლია გააკეთოს შეუძლია ეს გააკეთოს იმიტომ დახვრეტები ხო დახვრეტა რაც გულისხმობს ხო დახვრეტა გულისხმობს არა მარტო დახვრეტა ძალების გამოცემას არამედ ორ მხარეს ხო ვინც რო დახვრეტოს და ვინც რო დაიხვრეტოს ხო ამისი გაკეთება საქართველოში დღეს მე ვფიქრობ არის შეუძლებელი რა იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი და თან ეგეც რას გულისხმობს კიდევ რომ როცა მაგ საზღვარს გადავლენ ეგ არის ბოლო ნაბიჯი ფაქტიურად ისე ამწარებენ საწინააღმდეგო მხარეს რომ აუცილებლად პასუხი იქნება რა აუცილებლად და მაგის ეშინიათ მე მგონი უბრალოდ რა რა თქმა უნდა ესე გამის საფუძველი რო ხო რა თქმა უნდა ამას გააკეთებდნენ რა დახვრიტავდნენ რა თქმა უნდა თუმცა მე არ გამოურიცხავ რომ ესე იგი ის იყოს აი როცა ძალიან გამწარდებიან დაიწყონ ესე იგი ისეთ ქუჩაში ესეთი სპონტანური კვლევები რა ხო ეგეც არის მე არ გამოურიცხავ რა რომ ეს შეიძლება მოხდეს ესა და შეიძლება დაიწყოს ქართული ოცნება რა არ გამოურიცხავ არაოფიციალური დახვრეტები არამედ აი ტერორისტული დახვრეტები რა ხო ნუ აი ეს დღეში ვართ რა შინდა გარეთ რა ვიცი რამის დამატება თუ გინდა გიგი კი ბატონო თუ არა იმაზე უნივერსიტეტების რეფორმაზე ხო უნივერსიტეტების რეფორმა ეს მე დავამატე ესე იგი ცოტათი უკან დაიხიან ხელისუფლებამ ცოტათი და ეს ცოტათი უკან დახევა ეს მაგათი მეთოდია მაგათი უკან დახევა ნიშნავს რომ მერე ისევ დაიწყებენ ხო ნუ ახლა მე ისევ ვთვლი რომ ესე იგი უნივერსიტეტების მხრიდან ესე იგი მოლაპარაკების შეთავაზება იყო შეცდომა და კიდე რატო იყო შეცდომა გეტყვით ხო ხა წინა იმაზე გითხარით ჩართოზე რომ ილეს უნივერსიტეტი განსაკუთრებულ პოზიციაშია იმით რომ ესე იგი მისი საკუთრება მისი კერძო საკუთრებაა და არა სახელმწიფოზე ამიტომ სახელმწიფოს არ შეუძლია ის წართოს ილეს უნივერსიტეტი თანხმობა მაგაზე მოკითხვა გიგი რა შენ ხა ეგ სიტუაცია ალბათ უკეთესად იცი ილეს უნივერსიტეტი აშკარად თან შენ ახსენი კარგად რატომაც განსაკუთრებულ მდგომარეობაშია უფრო ხისტად რომ შეეწინააღმდეგოს ამას და არ ითამაშა კიდე ვამატებ მაგას და გარდა ამისა ესე გარდა იმისა რომ საკუთრების წარსულმა შეუძლია ესე იგი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მთავრობას ილეუსის რეორგანიზაციას არ შეუძლია იმიტომ რომ წესდებაში რომ მერერევა ესე იგი შიდა საქმეებში არა გეტყვით ახლა როგორ არის
წესდებაში, რომელიც ესეც უნიკალურია ილიას უნივერსიტეტის მხრივ, წესდებაში, რომელიც მე 2013 წელს შევათანხმე, 2013 წელს შევათანხმე უკვე კონცეფტთან, უკვე ხელისუფლებასთან, ესე იგი, მაშინ მე ესეთი ბარტერი გავაკეთე, ესე იგი, გავცვალე შესყიდვის, ანუ იმის ქონების შესყიდვის და აშენების უფლება რეორგანიზაციის უფლებაზე. ანუ მე ვუწევდი, კი ბატონო, ესე იგი, თქვენ კითხავთ ილიას უნივერსიტეტი ყოველთვის, ესე იგი, თუ რამის ყიდვა უნდა უძრავი ქონების და აშენება, მაგრამ თქვენ, ესე იგი, ყველა წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებთ ილიას უნივერსიტეტის რეორგანიზაციას. ანუ ეს რაც შეუძლებელი ამოცანა, ანუ ილიას უნივერსიტეტის რეორგანიზაციამ დაშლა რომ გააკეთოს ხელისუფლება, მან წარმომადგენლ საბჭოს დაწყებული ყველა ფაკულტეტის საბჭოს თანხმობა უნდა მიიღოს. ეს შეუძლებელია. ამიტომაც, ესე იგი, არის ილიას უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არსებულ კანონმდებლობის ფარგლებში ეს შეუძლებელია ხელისუფლებამ განახორციელოს. რა, აი შეთანხმებების საფუძველზე, რაც ესე იგი 2012-2013 წლებში მოხდა. შეუძლია, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა შეცვალოს, რა თქმა უნდა, შეუძლია, ესე იგი, უმრავლესობა ყავს პარლამენტში, მაგრამ აი რა უნდა ჩაწეროს კანონმდებლობაში, რომ ესე იგი უნივერსიტეტის წევრები მეორე გზაც ხო არსებობს, თუ ეს გამორიცხულია, რომ აიღოს და შიდა, ესე იგი, შიგნითა ხალხის ხელით გააკეთოს. ეს ვითომ ისინი თვითონ შეუძლებელია. წარმოვიდგინე შენ, ესე იგი, რამდენი ფაკულტეტია? 4, 5. 5 ფაკულტეტის არა მარტო წარმომადგენლ საბჭო უნდა დაითანხმოს, და ყველასთან საერთოდ უნდა შეთანხმდეს რაღაცაზე. და პლუს კიდე 5 ფაკულტეტის და ინსტიტუტების, რომელთაც ყავს, ესე იგი, ისინი აკადემიური საბჭოები, ესენი ყველანი უნდა დაითანხმოს იმაზე, რომ ესე იგი რეორგანიზაცია მოხდეს ილიას უნივერსიტეტის. ეს შეუძლებელი არის, ეს წარმოუდგენელია რა. შეიძლება რაღაცა ჩაწეროს კანონში, მაგრამ რაც არ უნდა ჩაწეროს, ეს იქნება იმხელა, ესე იგი, დანგრევა უნივერსიტეტების ავტონომიისთვის, ესე იგი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გამოვაგდებენ ეგრევე რა. კარგი და მაშინ ამ არგუმენტით რა საჭიროა დიპლომატიურობა ზომაზე მეტი. ამიტომაც შენ მართალი ხარ რა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ილიას უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში უფრო ხისტი. მე ესე ვფიქრობ, მაგრამ ნუ ეხლა რა ვიცი, ხა შიდა პოლიტიკები არ ეთქვა, მაინც ახლა ეშინია ადმინისტრაციას, რომ აი მაინც ეს დათანხმება რაღაცნაირად არ მოხდეს რა იმისი. აი ან ბოლო-ბოლო არ მოხდეს იმისი წარმომადგენლობის საბჭოს წევრების დათანხმება იმაზე, რომ ტერიტორიის რაღაცა ნაწილების დათმობა მოხდეს რა. ესე შეძლებელია რა. ეგ უფრო ადვილია ხელისუფლებისათვის, რომ წარმომადგენლობის საბჭოს წევრები დაითანხმოს, რომ რაღაცა ხელისუფლების, რაღაცა ტერიტორიის რაღაცა ნაწილი დაუთმონ ხელისუფლებას. მოკლედ აი ესეთი, მაგრამ აი ესე ხისტი მოქმედების საშუალება დღეს ილიას უნივერსიტეტის მიმართ სახელმწიფოს არ აქვს რა. უბრალოდ არ აქვს. ნუ ძალიან კარგი თუ არა, ნეტა სხვასაც გაეკეთებინა ანალოგიური რამემა. არა, ნუ სხვა სახელი და მაგიტომაც არის, რომ ესე იგი ის არის, 19 უნივერსიტეტი თუ 18 თუ როგორც არის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტი მას ვერ იღებს, იმიტომ რომ მას არ არის ლეგალური საფუძველი არ აქვს იმისი, რომ რამენაირად შეეწინააღმდეგონ იმას ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს რა. გასაგებია. კი ბატონო, კარგი, აი გავედით რაღაცნაირად ყველა თემა გავიარეთ, არის კიდე დამატებით რამე? მე მგონი არაფერი, მე მგონი ბევრი ლაპარაკისაა. დიდი მადლობა გიგის, მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, მონაწილეობისთვის, მოსმენისთვის. აი დააჭირეთ იმ ღილაკს, join ყოფილა, join ქვია, შემოვერთით ჩვენ არხს, ლაიქები, გავრცელება და ასე შემდეგ და მომავალ შეხვედრამდე. აუცილებლად შეხვდებით. Dario Radio, მუდამ კარგი დავია.